ბევრმა მთხოვეთ და დღეს ავღწეროთ MacBook Air. Pro კი აღწერილი მაქვს და ჩემი კიდე ერთადერთი მიზეზი iPhone-ზე გადასვლის იყო ის, რომ ლეპტოპი მევასება Apple, ტელეფონი მევასება Samsung. ერთად, ძალიან ბანძია, იმიტომ ძალიან ცუდად უკონექტდება და ყველაფერი Apple-ისო გაქვს, ეკოსისტემა აქვს საოცარი. ეგ იყო ერთადერთი მიზეზი გადასვლის, იმიტომ რომ რაღაც ფაილის გადატანა მინდა, რამე მინდა ძალიან ვიტანჯები და Windows-ზე ლეპტოპი არ მიყვარს. ეხლა თუ სიტყვაზე ვთქვა ტელეფონებში შეიძლება რაღაცაში Apple ვამჯობინო, რაღაცაში შეიძლება Samsung ვამჯობინო, აქ ვიძახი რომ Apple-ზე მაგარ ლეპტოპებს არავინ არ უშვებს. სათამაშოდ არა. ეხლა რომელი Air-ი ვიყიდოთ? პროს არ ავხწერ, წინაზე ავხწერე, პროსში განსხვავება ის არის, რომ აქ უკეთესი ეკრანი, 120 Hz, ასევე კულერები აქვს, აქტიური გაგრილების სისტემა, ამას არ აქვს, მაგრამ გააჩნია რისთვის გჭირდება. პატარ-პატარა ვიდეოების მონტაჟისთვის, ყველაფერთვის ჩემთვის არის სრულიად საკმარისი. თხელია და მჩატია უფრო, რაც ჩემთვის თავარია რომ ვატახ. M1, M2, M3, M4, ძალიან აგვირია Apple-მა ტვინი და რომელი ვიყიდოთ. M1 იყო ძალიან კარგი, რომ გამოუშვეს, ძალიან ფურორი მოახდინა. მანამდე i5, i7, i9 პროცესორებზე რაც უშვებდა, 9000 ლარი მქონდა გადახდილი, i9 იყო და 4-5 ფანჯარას რო გავხსნიდი, ჭედავდა ლეპტოპი რა. ძალიან კოშმარი იყო Mac-ისთვის ეგენი, რაც თავის წარმოების M-ებზე გადავიდნენ, საოცარი წარმადობა აქვს. M1, ყველა M1 უყენია 2 კანალიანი SSD, RAID-ში მუშაობს და სიჩქარე აქვს ძალიან კარგი, პრობლემა არ აქვს. ჩვეულებრივად არ აქვს მნიშვნელობას 256-იანს იყიდი 512-იანს, მაინც გექნება ერთი სიჩქარე. უშვებს M2-ს Apple, სადაც არსად ინფორმაცია არ იწერება, რომ თურმე M2-ში, როდესაც ყიდულობ 256-იანს, აყენია ერთი SSD და სიჩქარე აქვს თითქმის ორჯერ დაბალი ვიდრე M1-ს. ამიტომ თუ M2-ს M3-ს ყიდულობ, უნდა მიაქციო იმას ყურადღება, რომ იყიდო 512-იანი. გჭირდება, არ გჭირდება, აქ უკვე SSD-ს სიჩქარე წვიტავს და აუცილებლად გჭირდება 512-იანი. 256-იანს ისეთი ცუდი სიჩქარე აქვს, რომ მენიუში ჭედავს ვიტყოდი. ეხლა რაც შეეხება M3-ს. M3 კარგია, მაგრამ M3 გამოუშვა Apple-მა იმიტომ, რომ უნდოდა რომ ბაზარზე პირველი ყოფილიყო 3 ნანომეტრიანი პროცესორით. მაგრამ M3 არ არის 3 ნანომეტრიანი, კარგად თუ ჩაუღმავდებით 3 ნანომეტრ ნახევარი. და კარგია, ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ M1-ის შემდეგ ნახტომი ჩემი აზრით არის M4. M4 არის სრული 3 ნანომეტრიანი ჩიპი, საოცარი წარმადობის და ძალიან მაგარი. M4-ს ურჩევ ყველას, თუ შეცვლა უნდა, თუ სიტყვაზე ვთქვათ ბიუჯეტი არ აქვს, შეუძლია M1-იც იყიდოს, M1-იც არაფერში არ დაგწვიტავს გულს. რაც შეეხება ეხა M4-ს. ეკრანი კიდევ ვთქვათ, არის საშუალო, მაგრამ მე მყოფნის ხმა საოცარი და ვერასოდეს ვერცერთი Windows ლეპტოპი ვერ შეედრება Apple-ის ლეპტოპს. 3 დღეში ერთხელ ვტენი. 18 საათი ფილმის ყურება, ისევ არ დაგიჯდეს, მე არ მქონია არცეთ Windows-ის ლეპტოპს. ეხლა რაც შეეხება მონტაჟს. დავიწყოთ იქიდან, რომ მქონდა Windows-ზე ახალიოა Snap-ის პროცესორზე და ასევე i9-ებიც მქონდა და სიტყვაზე ვთქვათ, რაღაც 5 წუთიან ვიდეოს ვამონტაჟებ და ვაკეთებ რენდერს. რენდერს ყველაზე დიდი რესურსი ჭირდება, ყველამ ვიცით გააჩნია კიდე რას არენდერებ, ჩემ ვიდეოსეთი არაფერი არ ჭირდება. Windows-ზე როდესაც 10 წუთს ანდომებს რენდერი.
Apple-ზე 3 წუთში ვარენდერებ იმ ვიდეოს. რენდერისთვის, ვიდეო მონტაჟისთვის, ხმისთვის Apple არის საოცრება. ეხლა რაც შეეხება ეკოსისტემას. ყველაზე კომფორტული რაც კი შეიძლება გქონდეს. აქ phone mirroring-ი ერთმანეთს უკავშირდება, ლეპტოპში შუაში გამოდის შენი iPhone და ტელეფონი გადადებული გაქვს და ყველაფერს აკეთებ შიგნით iPhone-ში. ფაილების გაცვლა იდეალური, ისია დაკავშირებული ტელეფონი გირეკავს, აქ შემოგდის მესიჯი. მაგალითად ავიღე ტელეფონი, რაღაცა ტექსტი დავწერე და დავაკოპიერე. გადავდე ტელეფონი, გავხსენი ლეპტოპი, paste მივეცი და ლეპტოპში ჩაჭდა. ნუ ეკოსისტემა აქვს საოცარი და ვინც თამაშებს არ თამაშობთ და გჭირდებათ რომ გქონდეთ თხელი ძალიან ლამაზი დიზაინის ლეპტოპი, რომელსაც ექნება საოცარი ელემენტი, ექნება საოცარი წარმატება, კულერი, რომელსაც არა აქვს და ლეპტოპს ვერ გააცხელებ, აი ესეთია ზუსტად MacBook Air. თუ ეხა შენ გჭირდება ცოტა უფრო ისეთი რთული ფაილების მონტაჟი, მაშინ უკვე Air-ისკენ არ იხედები და იხედები MacBook Pro M4-ისკენ. თუ კიდე უფრო ისეთ სერიოზული ვიდეოების მონტაჟი გჭირდება, შეიძლება უკვე მარტო M4 არ გამოგადგეს და M4 Pro ან თუ ხარ ძალიან ისეთ სერიოზული მონტაჟისტი, მაშინ უკვე ყიდულობ Max. Max, რომელსაც ზოგს 96 ბირთვი აქვს, 48 ოპერატიული, 64 და ნუ საოცრებებს ახდენს. მაგრამ თუ არ გჭირდება, ძალიან ძვირია Max-ი, ჩემსავით Pro-დან გადავედი Air-ზე. მიზეზი ის იყო, რომ როდესაც მოგზაურობ და დამაგ, ძალიან კომფორტულია, უფრო მჩატე ლეპტოპი ვატარო, ვიდრე მძიმე. თუ საინტერესო იყო ვიდეო, დაალაიქეთ, დაწერეთ და შემდეგში კიდე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტექნიკის აღწერას. აბა კარგად ბრძანდებოდეთ.